მიმდინარე გაკვეთილში განვიხილავთ, თუ როგორ ხდება ორის ბუღალტერიაში გატარებებიდან საქონლის მიღება და ჩამოწერა. გატარებების დასამატებლად შევდივართ ბუღალტერია, გატარებები და დავამატოთ საქონლის მიღების გატარება. მივუთითოთ თარიღი, მივუთითოთ მომწოდებლის ანგარიში 31.10.1. ანგარიშთა გეგმაში მომწოდებლის და საქონლის ანგარიში უკვე გახსნილი გვაქვს. დავამატოთ გატარებაში საქონლის ანგარიში 16.10.1. ამ ანგარიშს ჩამოწერის მეთოდში მითითებული აქვს საშუალო. გავიდეთ სამწერტილიანი ღილაკის საშუალებით ანგარიშთა გეგმაზე და გავაკორექტიროთ საქონლის ანგარიში. ნახოთ ჩამოწერის მეთოდი, მითითებული აქვს საშუალო. დავხუროთ ეკრანი, ავირჩიოთ გატარებაში საქონლის ანგარიში, მივუთითოთ რაოდენობა დებეტი, ვთქვათ შევიძინოთ 10 ცალის საქონელი, რომლის ღირებულებაც იქნება 100 ლარი და გავასწოროთ დისბალანსის კორექტირების ღილაკის საშუალებით გატარებაში დისბალანსი. დავიმახსოვროთ საქონლის მიღების პირველი გატარება. გავაკეთოთ კიდევ ერთი გატარება. ისევ მომწოდებლის ანგარიში, ისევ საქონლის ანგარიში. შევიძინოთ 10 ცალი საქონელი. 10 ცალი საქონელი ამჯერად შევიძინოთ 150 ლარად. გავასწოროთ დისბალანსი და დავიმახსოვროთ საქონლის მიღების მეორე გატარება. ეხლა ვნახოთ თუ როგორ სრულდება საქონლის ჩამოწერის გატარება. დავამატოთ გატარება. მივუთითოთ ანგარიში 72.10. საქონლის ანგარიში 16.10. და კრედიტ რაოდენობაში დავწეროთ 5 ცალი. ჩამოწეროთ 5 ცალი საქონელი. სისტემამ თვითღირებულება თვითონ დაგვითვალა და ჩაგვიწერა 62 ლარი და 50 თეთრი. ეხლა ვნახოთ თუ საიდან მოიტანა ეს თვითღირებულება. ამის ნახვა შესაძლებელია ანგარიშის ნაშთებზე გასვლით. დავაჭიროთ ანგარიშის ნაშთების ღილაკს. გამოჩნდება ესეთი ეკრანი, სადაც მოცემული გვაქვს თანხა, თუ რა თანხის საქონელი გვაქვს, რა რაოდენობის და ერთეულის ფასიც არის აქვე. ამ ერთეულის ფასიდან გამომდინარე, სისტემამ დაითვალა ჩამოსაწერი თანხის რაოდენობა და ჩაგვიწერა 62 ლარი და 50 თეთრი. გავასწოროთ ისევ დისბალანსი. და დავიმახსოვროთ ჩამოწერის გატარება. შევასრულოთ კიდევ ერთი ჩამოწერის გატარება. დავამატოთ გატარება, მივუთითოთ თარიღი, ანგარიში 72.10, შემდეგ ისევ 16.10.1 და კრედიტ რაოდენობაში მივუთითოთ 20 ცალი. სისტემამ ისევ დაითვალა თვითღირებულება. გავასწოროთ დისბალანსი, დავიმახსოვროთ გატარება. გამოვიდა შეტყობინება. ოპერაციის შესრულების შემდეგ აღმოჩენილია უარყოფითი მარაგი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი ნაშთი საქონლის ჩამოსაწერად და სისტემამ გამოგვიტანა შეტყობინება. დავხუროთ შეტყობინების ეკრანი და შევამოწმოთ საქონელზე ნაშთი ანგარიშის ნაშთებზე გასვლით. გადავამოწმოთ მართლაც აქ მარაგში გვიწერია 15 ცალი და შესაბამისად 20 ცალს ვერ ჩამოგვიწერდა. დავხუროთ ეს ეკრანი და ჩავასწოროთ რაოდენობა. მივუთითოთ ვთქვათ 10 ცალი. თვითღირებულება გადაითვალა სისტემამ. გავასწოროთ დისბალანსი, დავხუროთ ეკრანი. შევასრულეთ ჩამოწერის მეორე გატარებაც. აქ პირველი გატარების თანხა არის 62 ლარი და 50 თეთრი, მეორე გატარების თანხა არის 125 ლარი.
მოდი ვნახოთ მიღების ოპერაციის თანხის კორექტირების შემთხვევაში რა შეიძლება ჩამოწერის გატარებებში, თანხებში. შევიდეთ და ჩავაკორექტიროთ მიღების გატარება 100 ლარის ნაცვლად მივუთითოთ 200 და ნახოთ ამჯერად არაფერი არ არის შეცვლილი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩამოწერების კორექციის ოპერაცია და მაშინ ჩამოწერის თანხები აუცილებლად შეიცვლება. ჩამოწერის კორექციის გასაშვებად უნდა შევიდეთ მაკროოპერაციები, ბალანსის შედგენისთვის საჭირო მაკროსები, გატარებებში სიდიდეების გადათვლა, თვითღირებულების გასწორება, ჩამოწერის ან მობრუნების თანხის გადათვლა რაოდენობის მიხედვით. გავუშვათ ოპერაცია, გამოვა ესეთი ეკრანი, სადაც შეგვიძლია მივუთითოთ პერიოდი, თუ რა პერიოდის გადათვლა გვინდა. შევიდეთ პერიოდში. მე მივუთითებ სრულ პერიოდს ამჯერად. ოკეი. აქვე შეგვიძლია ავირჩიოთ ან კონკრეტული საქონელი, მოსანიშნე, ან ყველა საქონლისთვის გავუშვათ თვითღირებულების გადათვლა. მე ამჯერად ავირჩევ კონკრეტული საქონლისთვის და მივუთითებ 16 10 ერთს. დავაჭერ ოკეის. ყურადღება, თვითღირებულების გასწორება გატარებებში დასრულდა, გამოვიდა შეტყობინება. დავაჭეროთ ოკეის და გადავიდეთ გატარებებზე. გატარებების ეკრანში. განვაახლოთ ეკრანი. და მართლაც შეიცვალა თანხები პირველ გატარებაშიც და მეორე გატარებაშიც. საქონლის ჩამოწერისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. საქონლის ჩამოწერა უნდა მოხდეს არამთავარ გატარებაში, რათა სისტემამ იმუშაოს კორექტულად. გატარების დამატებისას სისტემა ავტომატურად ამზადებს ჩანაწერს დავუმატოთ დისბალანსი მთავარ გატარებას, რომელსაც იყენებს თვითღირებულებების გადამთვლელი, რათა კორექტულად გაასწოროს დისბალანსი გატარებებში.